მარტის თვეში რა გელოდებათ ფინანსები, პირადი სასწავლო ურთიერთობა, ჯანმრთელობა, კარიერა, ზოგადი ენერგიები და რჩევა თქვენთვის. ეს ვიდეო მათთვის არის, ვისაც უფრო ვრცელი ვიდეოს ყურება სურს, ვრცელი ინფორმაციის მიღება სურს. ვისაც ორ სიტყვიანი ვიდეო გინდათ, ეგეთიც არის ჩემს გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ. მოკლედ, ერთ ვარიანტიანი იქნება, ფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ ახლა რა ხდება, რა ენერგიებში იქნებით მარტის თვეში, ძირითადი ენერგეტიკული ფონი როგორი იქნება. ნახოთ ახლა ფინანსური საქმიანი კუთხე როგორი გექნებათ მარტის თვეში. სასიყვარულო ურთიერთობებში რა გელოდებათ, რა ენერგიებში იქნებით პირად ურთიერთობაში. ჯანმრთელობა აუცილებლად ნახოთ, ჯანმრთელობას მეორე ტაროთის კავშირი, სხვა დასტითაც. ჯანმრთელობა მოთხოვნადი საკითხია ხოლმე და დავამატებ ლენორმანის ორაკულსაც და იმითაც ნახოთ თქვენი ჯანმრთელობის ამბები. შეგიძლიათ სხვა ადამიანზეც ჩაიფიქროთ პრინციპში ჯანმრთელობაზე და რჩევა ვნახოთ ზოგადი მარტისთვის თქვენთვის. თქვენი ჰარმონიულობისთვის და სიმშვიდისთვის როგორ ჯობია მარტის თვე როგორ ჩაატაროთ. მოკლედ დავიწყოთ ზოგადი ფონით. ზოგად ენერგიებს რაც შეეხება მარტის თვეში. ცოტა როგორი პერიოდია იცით, მერყევი და არასტაბილური ხანისა და ხანას. მართლაც მარტის თვესავით არამდგრადია, ვიძახია ხოლმე მარტი არასტაბილურია, აი მართლა ეგეთი ენერგეტიკული ფონი ამოგდით. საბოლოო ჯამში მაინც ახერხებთ ბალანსის მოპოვებას, მაგრამ თითქოს მუდამ გიწევთ, აი მარტისთვის პერიოდში ხშირად მოგიწევთ, რომ იპოვოთ ბალანსი, იპოვოთ სიმშვიდე, იპოვოთ წონასწორობის წერტილი, აი ასეთ ენერგიებში იქნებ. შეიძლება გარემო ფაქტორები მუდამ გებრძოდეთ და რაღაცა ტალღები, ბრუნვები, სირთულეები შემოდიოდეს, მაგრამ მაინც მუდმივად აი ამ საქანელას პოზიციაში იყოთ. ერთის მხრივ შესაძლებელია რაღაცა საკითხები იყოს გადასაწყვეტ და ვერ მიიღოთ გადაწყვეტილებები ამ საკითხზე და აი ძალიან გიჭირეთ იყოს პერიოდი კარგად იყოს, შეიძლება ეს ურთიერთობებსაც ეხებოდეს, ფინანსებსაც, მერე რაღაცა 2-3 დღის მერე ან 1 კვირის მერე აირიოს სიტუაცია ისევე გაურკვევლობები წამოვიდეს. მაინც იმედს არ კარგავთ მარტის თვეში, ასე ვიტყოდი, შეიძლება რაღაცა იმედის მომცემი სიტუაციაც გაჩნდეს, ან სიტუაცია სადაც იმედი არ ჩანდა, ან ფიქრობთ დანგრეული იყო, მაინც პოზიტიური მე უფრო პოზიტიურ ენერგიაში გავიყვანდი მაინც მარტის თვეს საბოლოოდ იმედის მომცემი მდგომარეობები არის. შეიძლება აქ და ახლა არაფერი შეიცვალოს მარტის თვეში, მაგრამ საომავლო პერსპექტივები, საომავლო ჰორიზონტები გაფართოვდება და ისევ და ისევ სულ მომდის ხოლმე ენერგიები ამ ბოლო დროს ჩემ გაშლებში, რომ მიაქციეთ ყურადღება შინაგან ხმას, ინტუიციას, სიზმრებს, სულიერ განვითარებას, კარგი იქნება. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს. ფინანსებში გარკვეული ფინანსური რესურსები გექნებათ, ფულის შემოსავლები გექნებათ, შეიძლება სამსახური თუ არა გაქვთ რაღაცა პატარა პერსპექტივებიც გაჩნდეს, სამსახურის სიტუაციაც იყოს, მაგრამ ბევრი ბრძოლა მოგიწევთ, ბევრი ჭიდაობა მოგიწევთ, ანუ თავისით და მარტივად არაფერი არ მოვა ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში, აქტიურად პასუხისმგებლობის აღება, ესე ვთქვათ, ხმალა მოღებულებმა მოგიწევთ, რომ იბრძოლოთ. ვიტყოდი, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწევთ, შეიძლება ბოლომდე შედეგი არ იყოთ კმაყოფილი, რადგან უფრო მეტად დაიხარჯოთ, ვიდრე შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში შეიძლება უფრო უკეთესობაც იყოს, რაღაცა ახალი პატარა საქმე, პატარა შესაძლებლობები ჩანს. მარტის თვე ხა თუ განსაკუთრებულ ფინანსურ შედეგებს ელოდებით, გეტყვით, რომ ნაკლებად, აი უფრო ახალი პატარა საქმეებისთვის არის კარგი. რაც შეეხება პირადს, პირადში ცოტა კრიზისული მომენტები გექნებათ, რამ მხრივ გეტყვით, შეიძლება ხართ ურთიერთობაში, მაგრამ
ამ ურთიერთობით არ მოგიტანოთ ამ ურთიერთობამ კმაყოფილება. თითქოს მუდმივ დანაკლისში ხართ. ყურადღების, სითბოს, სიყვარულის, რესურსის, ენერგიის, მუდმივად ხართ კრიზისში, მუდამ წუხართ ხართ, განიცდით, აი ამ მარტის თვეში ასე იქნებით რა, რომ აი რაღაც წუხილში, რაღაც დანაკარგებში, მოთხოვნილება გაქვთ, რომ მეტი მიიღოთ და ამ მეტს ვერ გაძლევთ თქვენი პარტნიორი, შეიძლება მეტის მიღებაში გულისხმობს სიყვარული, სითბო, შეხვედრა, ურთიერთობა, ჰარმონიულობა, ну ეს ყველაფერი დაგაკლდებათ. ანუ და კიდევ შეიძლება ძალიან ხართ ემოციურად დამოკიდებული პარტნიორზე და მიჯაჭვული და მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება, რომ ცოტა ტოქსიკურ ენერგიებში არ გადავიდეს. შეიძლება პარტნიორი თქვენი ენერგიითაც იკვებებოდეს, ან თავად გჭირდებოდეთ მუდმივი, აი მუდამ იყოთ როგორ დეფიციტში ყურადღების და სიყვარულის ამ თვეში. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მანამდეც ესე იყო და გრძელდებოდეს ეს პროცესი. მიაქციეთ ყურადღება. პიროვნებაზე ვიტყვი, რომ გამოჩნდება, თუ კონტაქტი არ არის, განსდარჩება რომ მოვა, მაგრამ დიდად რო ვთქვათ, რომ რამე სასიკეთოდ შეცვლის ეს ადამიანი სათქვენოდ ამ თვეში მეეჭვება. ანუ ორივენი ერთნაირ გაჭირებულ ენერგიებში იქნებთ, როგორც თვითონ იტანჯება, ისე თქვენ უნდა დაიტანჯოთ. ან როგორც თქვენ ტანჯებით, ისე პარტნიორი უნდა დატანჯოთ. შეიძლება ეს ვარიანტიც იყოს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯანმრთელობასთან მიმართებაში ერთი ვიტყოდი, რომ ხერხემალი ზურგი შეიძლება იყოს პრობლემური ამ თვეში და გაგიმწვავდეთ, ან წელი საყრდენი მამოძრავებელი სისტემა იყოს პრობლემური და მიაქციეთ ამას ყურადღება, აი რაღაცა გადაღლა, მე ან შეიძლება პატარა ავადმყოფობაც გქონდეთ, ან პატარა დაწოლა, წოლითი მომენტები შეიძლება იყოს ეს ფიზიკურ დონეზე. ხა რაც შეეხება სულიერ კუთხეც ამოდის მენტალური თუ ფსიქოლოგიური, ემოციებმა შეიძლება შემოგიტიოთ და ემოციურ ფონზე გიმწვავდებოდეთ, ფსიქოსომატურს ეძახიან ხოლმე ესეთ რაღაცებს, რომ რაღაცა გარკვეული ზურგი აი მაგალითად იყოს ტვირთი, ბევრ რაღაცას ეწევით ცხოვრებაში, აკეთებთ თქვენს ყველაფერი თქვენზეა და მე გაპრობლემდეს, გართულდეს. შეიძლება იყოს და გულს მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება გულის არეში ვიღაცას პირდაპირ გადატანით, გული აწუხებდეს, ან უბრალოდ გულის არეში იქნოთ ჭვალვები, ცოტა ტკივილები, ცოტა სირთულეები. მოკლედ ეს შეიძლება ფსიქოლოგიურ ნერვოზულიც იყოს და ამასაც დააბალანსეთ, მიაქციეთ ყურადღება. ჩემო კარგებო, ჯანმრთელობას მიხედეთ, გაუფრთხილდეთ თუ რამე შეგაწუხებთ, მიდით ამ თვეში ცოტა პრობლემური სიტუაცია. რაც შეეხება რჩევას მარტის თვეში თქვენთვის. რჩევა ესეთია. პირველ რიგში აიმაღლეთ საკუთარ თვითშეფასება, საკუთარ თავზე იფიქრეთ, ცოტა ეგოისტურებიც გახდით რაღაც სიტუაციაში, აიღეთ პასუხისმგებლობები, გამოანათეთ, იფრწყინეთ, არ მისცეთ საშუალება არანაირ სიძნელეს, რომ დაგაგდოთ ზურგზე, დაგცეთ ზურგზე და დეპრესიაში ჩაგაგდოთ. დაინახეთ ყოველ დღეში პოზიტივი, ის რომ დღე გაგითენდათ, ის რომ დღეს საღაზრზე ხართ, ორი ფეხი გაქვთ და ორი ხელი გაქვთ, თუ რაღაცა შეგიძლიათ და კიდე რაღაცას აკეთებთ, ესეც დაინახეთ და ამის მადლიერიც იყავით. კარგი იქნება თუ უფრო სუბუქ ენერგიებში გადახვალთ, არ დაიმძიმებთ თავს ზედმეტი ფიქრით, ზედმეტი აზრებით, ну ესე ვთქვათ ჟარგონულად, ну დაიგრუზებით ზედმეტი სიძნელეებისგან, ზედმეტი ფიქრებისგან, მეტი სიმსუბუქე, მეტი გახსნილობა, მეტი სილაღე შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება აქ იმიჯი, ვიზუალი, საქმიანი თემები, ანუ საკუთარი მე, ეგო უნდა წამოქაჩოთ, წამოწიოთ წინა პლანზე, ძალიან გჭირდებათ, რომ ეგო ჯანსაღი, ახლა ეგოისტურად კი არა, რომ всё, მე ვარ და ჩემს იქით აღარავინ არ არის, მაგრამ რაღაც მომენტში ეს გაძლიერება შინაგანი გჭირდებათ, პოზიტივის დანახვა გჭირდებათ, ცეცხლი გჭირდებათ, ენერგია გჭირდებათ, აქტიურად შევტიეთ, არ დანებდეთ, არ მოდუნდეთ. თუ შეგიძლიათ დახმარებაც ითხოვოთ, დაჟე აქ მამაკაცისგან, პიროვნებისგან, ადამიანისგან, საპირისპირო სქესისგან, არ მოგერიდოთ არაფერში. ეს პირდაპირ თამამად მზესავით ანათეთ, იფრწყინეთ და იკაშკაშეთ ამ თვეში. თქვენთვის ვიაჯობებს უფრო მეტად დაინახეთ დადებითი ყველა სიტუაციაში, ვიდრე ნეგატიური და უარყოფითი. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, პირადი გაშლებისთვის. Facebook მაყურებელმა შეგიძლიათ Facebook გვერდზე მომწეროთ, YouTube და TikTok მაყურებელმა Instagram-ზე ტაროს სივრცე.